თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა. როგორც ცნობილია, დაკავებულთა შორის არიან აქტივისტები, რომლებიც მოსახლეობასთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თვალჭრელიძის ქუჩაზე დღის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდამცველთა კოდექსის 173 მუხლით 17 ადამიანი დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩა ნომერ 1-ში მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, შენობა ნაგებობების სრულიად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის საშიშია. უწყების განცხადებითვე, ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს. არსებობს სამხარაულის დასკვნა და შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას შეაჩეროს ან გადადოს აღნიშნული საავსრულო მოქმედება. მოსახლეობა ამბობს, რომ ეს იყო მათი ერთადერთი საცხოვრებელი და მათ დასასვლელი არსად არ აქვთ. ქუჩაში ვარ. არანაირი საარსებო არ აქვს, არანაირი ხამის გასაცემი არ აქვს. მეუბნები, რომ ჩემ ნივთებს გამოვიტან. ძირში არ გადაყაროთ, ფეხით არ გადაუვაროთ. გამოვალ, თქვენ წაიღეთ გასაღები, გააღეთ გარეთ, ნუ არ დაამტვრიო, არ გაანადგურო. აი, რა უნდა გავაკეთო? ქუჩაში ვჩევით. გარეთ აერის ეს ქუჩაში გტოვებენ. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიმდინარე საახსრულებელო წარმოება. საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოვიდა 2024 წლის 11 ივნისს და 1 წლის განმავლობაში. აღსრულების პოლიციელებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით ინდივიდუალურად განხორციელდა მისამართზე მყოფი ყველა პირის სოციალური სტატუსისა და საჭიროებების განსაზღვრა. ათეულობით ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მისამართზე მუდმივად ცხოვრობდა 39 ოჯახი. მათგან დევნილისა და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებმა თბილისის მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროსაგან მიიღეს დახმარების შეთავაზებები. გამოსახლების პროცესი მისი დაწყებიდან გადადებული იყო ორჯერ, რითიც მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულებისთვის. სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად კრედიტორმა მისამართზე უკანონოდ მცხოვრებ პირებს შესთავაზა ერთჯერადი კომპენსაცია ან ბინის ქირით უზრუნველყოფა, რასაც მობინადრეთა უმეტესი ნაწილი დღეს დაეთანხმა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით მუშაობის პროცესში მიმდინარეობდა მაცხოვრებელთა ფსიქოემოციური მხარდაჭერა და პროცესისათვის მომზადება. დეტალურად იქნა ახსნილი თუ რას მოიცავს გამოსახლების პროცესი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას. ასევე განსაკუთრებით ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შენობა ნაგებობები იყო საცხოვრებლად საშიში. მორყეული იყო მზიდი კედლები, რასაც კიდევ უფრო საშიშს ხდიდა იქ მიმდინარე თვითნებური სარემონტო სამუშაოები. საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შენობა ნაგებობების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ადასტურებს, აღნიშნულია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.